გამარჯობა. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ რიცხვით სახელთა ჯგუფებზე. თავდაპირველად გავიხსენოთ, რომ რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს. ამის მიხედვით, რიცხვითი სახელის სამი ჯგუფი გამოიყოფა. პირველი, რაოდენობითი, რომელიც პასუხობს კითხვაზე რამდენი. მეორე, რიგობითი, მოგვიგებს კითხვაზე მე რამდენე. და მესამე, წილობითი, მისი შეკითხვაა მე რამდენედი. განვიხილოთ სამივე მათგანი ცალ-ცალკე. რაოდენობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას, პასუხობს კითხვაზე რამდენი. მოусმინე ვიდეოს და ამოიცანი რაოდენობითი რიცხვითი სახელები. 1996-ში. მაშინ იყო 4 მეწილე, 5. აქედან 2 გარდაეცვალა 3, დარჩენილია 2. არსებობს გარკვეული და გაურკვეველი რაოდენობითი რიცხვითი სახელები. გარკვეულია 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ. გაურკვეველია ბევრი, მრავალი, უამრავი, უთვალავი, ცოტა, მცირედი. რიცხვითი სახელი შეიძლება იყოს მარტივი, რთული ან შედგენილი. მარტივია ერთი ფუძის რიცხვითი სახელები, მაგალითად 1, 2, 10, 20, 100 მილიონი. რთულია 2 ან მეტი ფუძისაგან შემდგარი რიცხვითი სახელები, მაგალითად 26, 329. შედგენილია რამდენიმე რიცხვითი სახელისაგან შემდგარი რიცხვითი სახელები, მაგალითად 12567. რაც შეეხება რიგობით რიცხვით სახელს, იგი აღნიშნავს საგნის რიგს. მოგვიგებს კითხვებზე მე რამდენე, რიგით რომელი. რიგობითი რიცხვითი სახელები იწარმოება მე, თავსართ ბოლოსართით. მეორე, მე-15, მე-20. ცალკე დგას რიგობითი რიცხვითი სახელი, პირველი. მაგრამ რთულ რიცხვით სახელებში მის ნაცვლად გამოიყენება მე-1, 21, 61. წილობითი რიცხვითი სახელი აღნიშნავს ნაწილს და ნაწარმოებია რიგობითი რიცხვითი სახელების ვითარებითი ბრუნვის ფორმით. მეორედი, მესამედი. წილობითი რიცხვითი სახელია ნახევარი. იგი დეფისით უერთდება წინამავალ რიცხვით სახელს. 6 ნახევარი, 10 ნახევარი. ეს ნახევარი? მე. წილობითი სახელები იწარმოება ამგვარადაც: ნასამალი, ნაოთხალი, ნაათალი.